თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიით. სიტყვა იესე, მაშინ მიუგო პეტრე და hrქვა იესუს. უფალო, აჰა ესე რა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რაიმე იყოს ჩვენთვის. 19:27. რომელსა იტყვი, ჰოი ნეტარო პეტრე, თუ ყოველი დაუტევეთ. ბადერთა იტყვია, ანუ სათხეველთა, ანუ ლერწამსა, ანუ ნავსა, ანუ თევზობასა. ამას ყოველსა იტყვია. ჰე ჭეშმარიტადო მომიგებს მოციქული, გარნა არაზუაობით ვიტყვი ამას ანუ სიქადულით, არამედ რაითა კითხვით ამით ჩემითა შორის შემოვიყვანო კრებული იგი გლახაკთაი. ვინაიდან თქვა უფალმა ვითარმეთ, უკვე თუ გნებავს რაითა სრულიყო, წარვეთგან კიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქონდეს საუნჯეცათა შინა, რაითა არავინ თქვას გლახათაგანმან, ვითარმეთ, რაი არს უკვე თუ არა მაქონდეს მონაგები, არა ხელმეწიფების სრულ ყოფაი? ამისთვის გკითხა პეტრე, რაითა ისწაო შენ გლახაკო, ვითარმედ არა რაითა ნაკლულევან ხარ, უკვე თუ გინდეს სრულ ყოფაი. ამისთვის გკითხა პეტრე, რაითა არა სხვისავისგან მეისწაო და იჩვეულიყო, არამედ პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაისა და მტკიცედ შეიწყნარო. ამის ესე ვითარისა ჯერისათვის მიიჩემა პეტრე პირი ყოვლისა სოფლისაი და ამისთვის თქვა ესრეთ. უკვე თუ არა თავისათვის ისათვის მან პირველისა მისგან სიტყვისა არა იცოდა. რამე თუ რომლისა დარწმუნებული ყვნეს გლიტენი სასუფეველისანი, არა იცოდა, ვითარმედ იგი მუნშესლად იყო. არამედ ყოველთათვის კითხა. დაიხილე გონიერებით კითხვა იმისი. ვინაიდან უფალმა მდიდარსა მას ორი ესე ამცნო, განსკიდა იმონაგებთაი და მიცემა იგლახაკთა და მეორედ შედგომა იმისი, ამისთვისაც მოციქულმანცა ორი ესე თქვა, აჰა ესე რა ყოველი დაუტევეთო და შეგიდეგით შენ. რამე თუ დატევებაი ყოვლისაი შედგომისათვის უფლისა იქმნა და შედგომა იგი დატევებითა ყოვლისაითა უადვილეს და მტკიცე გამოჩნდა. სახარებაი, ხოლო იესო hrქვა მათ, ამენ გეტყვი თქვენ, რამე თუ თქვენ, რომელი შემომიდეგით მერმესა მას მოსვლასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა ისაყდართა დიდებისათვის ისათა. დასხდეთ თქვენცა 12-თა საყდართა განსჯათ 12-თა ნათესავთა ისრაელისათა 19:28. თარგმანი, თქვეს ვიეთმე ვითარმეთ, ვითარ აღესრულო სიტყვაი ესე უფლისაი. რამე თუ მაშინ, ოდეს ესე თქვა იუდაცა მათ თანა იყო. რაი არს უკვე იუდაცა დაჯდეს საყდარსა ზედა? ესე არა ეგების. ვითარ უკვე აღესრულოს ბრძანებაი უფლისაი ამის პირისათვის. ისმინეთ მეტყველთა მაგათ, თუ ვითარ გულისხმახოთ, სჯული განწესებულ არს ღმრთისა მიერ და აღწერილ არს წიგნსა შინა იერემია წინაის წარმეტყველისასა, რომელიცა წარუკითხა მან ჰურიათა და ესრეთ იტყვის, აღსასრული ვთქვა ნათესავთა ზედა, გინა მეფეთა ზედა, მოსპოლად და დარღვევად მათდა და წარწყმედად მათდა. და მოიქცეს ნათესავი იგი უკეთურებათაგან მათთა და მე შევინანო ბოროტებათა მათთათვის, რომელი უზრახენ ყოფად მათდა. და სრულიად ვთქვა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად მათდა და დანერგვად მათდა. და ყვამ ბოროტი წინაშე ჩემსა არასმენად ხმისა ჩემისა და მეცა შევინანე კეთილთა მათთვის, რომელი თქვენ ყოფად მათდა. იერემია 18:7 იტყვის უკვე ვითარმედ ამას წესსა დავიმარხავ კეთილსაცა ზედა და ძვირსაცა, უკვე თუ ვთქვა აღშენებად ნათესავსაო და გამოაჩინენ მათ თავნითვის ნიუღირსად აღთქმისა მის, არღარა აღვასრულო აღთქმა იგი. ვითარცა იქმნა დაბადებასა კაცისასა, რამე თუ თქვა, შიში თქვენი და ზარი თქვენი იყავ მხედსთა ზედა და არა იქმნა, რამე თუ უღირსად გამოაჩინენით თავნი ჩვენი ესე ვითარისა მის ხელმწიფებისა.
ეგრეთვე შეემთხვია იუდას. ამისთვისაც თქვა ესრეთ წინაისწარმეტყველისა მიერ, რაითა არცა ცოდვილთა წარიკვეთონ სასოებაი და ეგნენ უნანელად, არცა რომელნი ჰგონებდნენ თავთათვისთა სიმართლესაშინა, უდები ქმნენ. ორსავი ამას ჰკურნებს და იტყვის, უკვე თუ ვთქვა ტანჯვაი შენთვის, კაცო, ნუ წარიკვეთ სასოებასა, რამე თუ ხელგეთიფები სინანულად და დახსნად რისხვისა ჩემისა, ვით არ იგი ქმნეს ნინეველთა, და კვალად უკვე თუ აღგითქვა კეთილი რაიმე. ნუ უზრუნველი ქმნები აღთქმისა მისთვის, რამე თუ უღირს თუ იპოო, არ არას გერგოს აღთქმა იგი ჩემი, არამედ უფრო ისა ტანჯვისა მიზეზ გექმნას, რამე თუ მეღირს და აღუთქვამ აღთქმასა ჩემსა. ესრეთ არ სიტყვაი უფლისაი. ამისთვისცა მაშინ ეტყო და რაი მოწაფეთა არა ესრეთ მარტივად თქვა, თუ დასხდეთ თქვენ ათორმეტთა საყდართა, არამედ ესრეთ თქვა, რამე თუ თქვენ რომელნი შემომიდეგით მე, დასხდეთო ათორმეტთა საყდართა, რაითა სიტყვითა ამით იუდაცა კიდე განაშოროს სიტყვისა მისგან და რომელთა შემდგომად ამისა ეგულებოდა შედგომად კვალსა უფლისასა და მცნებათა მათ მისთა ყოვლად წმიდათა, მისცეს სასოებაი კეთილი. რამე თუ არცა კეთილნი იგი აღთქმანი მოციქულთათვის ოდენ განუწესებიან, არამედ ყოველთათვის წმიდათა, არცა უღირსთათვის თქმულნი სატანჯველნი იუდაისთვის არიან, არამედ სხვათათვისცა მსგავსთა მისთა. რამე თუ მოციქულთა მერმისა მის საუკუნო ისა პატივი აღუთქვა, ვით არცა აღმაღლებულთა ყოვლისავე სოფლისაგან და არა მეძიებელთა ამის საწუთროისათა, ხოლო სხვათა რომელნი ჯერეთ ვერ ესევით არსა საზომსა იყვნენ, ეტყვის. წახარებაი, ყოველმან რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქვეყანაი სახელისა ჩემისათვის, ასიწილი მიიღოს შამსა ამას და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს 19:29. თარგმანი, რაითა არ ახგონებდნენ, რომელთა ეს მოდის ზემოთქმული იგი სიტყვაი, თუ განთვისებულ არს დიდებაი საუკუნო ისა იმის მოციქულთათვის, ხოლო ამისთვის განხმარდა სიტყვაი თვისი და განფინა აღთქმა იგი ყოველსა ზედა სოფელსა, აქაცა აღუთქვა და მას საუკუნესაცა. რამე თუ მოწაფეთაცა, ოდეს უსწავლელღა იყვნეს და უძლურ, საწუთროისასაცა უქადებდა. ოდეს იგი უწოდდა ხრქვა მათ, ვითარმეთ, ყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა მათე 4:19, ხოლო ვინაიდან აღამაღლა საზომისათნოებისა მათისაი, მერმე საუკუნო ისა მისთვის ხოლო იწყო მითხრობად და სოფლისა ამისგან სრულიად განაშორებდა. ხოლო რაი არ სიტყვაი ესე, თუ დასხდეთ ათორმეტთა საყდართა განსჯათ ათორმეტთა ნათესავთა ისრაელისათა, ესე იგი არს ვითარმეთ, იყვნეთ დამსჯელ მათ და, რამე თუ არა თუმცა ჯულად ეგულების მათ დაჯდომაი, ესე საქმე მხოლო ისა ქრისტესი არს, ძისა ღმრთისაი, არამედ ვითარცა თქვა ვითარმეთ, დედოფალი სამხრისაი აღდგეს სასჯელს ამას ნათესავისა ამისთანა და დასაჯოს იგი, და კაცნი ნინეველნი დასჯდენ ნათესავსა ამასო, მათე 12:42-41 ეგრეთვე მოციქულთათვის იტყვის. ამისთვისცა არა თქვა, თუ დასხდეთ განსჯათ წარმართთა ანუ განსჯათ სოფლისა, არამედ ნათესავთა ისრაელისათაო, ვინაიდან მოციქულნი წესთა მათ შინა ებრაელთას აღზრდილ იყვნენ და მასვე სჯულსა და მასვე მოქალაქობასა შინა. უკვე თუ თქვან ჰურიათა ვითარმეთ, ამისთვის ვერ გურწმენა ქრისტე, რამე თუ სჯული ჩვენი გვაყენებდა და წესნი იგი მამულნი, მაშინ შემოვიდნენ შორის მოციქულნი, რომელთა იგივე სჯული აქუნდა და იგივე წესნი და არავინაი დაიხრწინეს რწმუნებად ქრისტესა, და დასაჯნენ იგინი, ვითარცა იტყვის სხვა საადგილსა, ვითარმეთ, დამსჯელ თქვენ დაიყვნენო იგინი. მათე 12:27 თქვას ვინმე, ვითარმეთ, და რაი დიდი სასყიდელი აღუთქვა ესე, უკვე თუ სწორად ნინეველთა და დედოფლისა მის სამხრისა მიეცემის მათ მისაგებელი, არამედ გულისხმად ყავ გამომეძიებელმან მან, ვითარმეთ სხვანიცა მრავალნი კეთილნი აღუთქუნა მათ და არა თუ ესე ხოლო განუწესა მისაგებელად და სასყიდელად მათ და
გარნა აქაცა მებრარარაი არს მსგავსება მოციქულთაი და ნინეველთაი, რამე თუ მათთვის ესრეთ იტყვის ლიტონად, კაცნი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამისთანა და დასჯდენ მას, და დედოფალი იგი სამხრისაი აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამისთანა და დასაჯოს იგი, ხოლო მოციქულთათვის არა ესრეთ თქვა, არამედ ეტყვის, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისათვის ისათა. დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაელისათა. ამით გამოაჩინა ვითარმეტ ზიარსუფევისა და დიდებისა მისისა ყოფად არიან ვითარცა პავლე იტყვის ვითარმეტ, უკვე თუ დავითმინოთ მისთანავს უფევდეთ. მეორე ტიმოთეს მიმართ 2:12 რამე თუ რომელი იტყვის თუ დასხდეთ ათორმეტთა საყდართა არა თუ დაჯდომასა მოასწავებს, რამე თუ იგი მხოლოი არს, რომელსა ეგულების დაჯდომაი განკითხვათ ცხოველთა და მკვდართა. არამედ სიტყვითა ამით და სახელითა საყდართაითა მოასწავა გამოუთქმელი იგი დიდებაი და პატივი, რომელ ეგულების მაშინ მინიჭებათ წმიდათა მოციქულთა და მათთვის ესრეთ თქვა, ხოლო სხვათა მოშიშთა მისთა აღუთქვა 100 წლის ასკიდელი აქავე და მერმესა მას საუკუნესა ცხოვრებაი საუკუნოი. ხოლო ვინაითგან სხვათა ესრეთ აღუთქვა, რაბა მოაღრესი ყოფად არს და უზეშთა ესი დიდებაი მოწაფეთა მისთაი. ხოლო ესეცა მებრაღესრულავე მათზე და ვითარმეთ, 100 წელი ჟამსა ამას, რამე თუ დაუტევეს თევზობაი და იქმნეს მოძღვარ ყოვლისა სოფლისა, და ყოველნი მონაგებთათვისთა და თავთაცათვისთა ხელმწიფებასა მათსა მისცემდეს და სიკვდილადსა მათთვის მზა იყვნეს. ვიდრეღა პავლე მრავალთათვის წამებს ესე ვითარსა გულს მოდგინებისა, ვითარ იგი გალატელთა მიუწერა, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაი შემიწყნარეთო, ვითარცა ქრისტე იესო. რამე თუ გეწამები თქვენ ვითარმეთ შეთუნცა საძლებელიყო, თვალნიმცა თქვენი აღმოიხადენით და მომცენით მე. გალატელთა მიმართ 4:14-15 და შემდგომაც აღსრულებისა მათისა ყოვლისა სოფლისაგან იდიდებიან და მეფენი და მთავარნი, ვითარცა მონანი, მუხლთ მოდრეკით თაყვანი სცემენ ნაწილთა მათთა. ხოლო საუკუნო იგი დიდებაი მათი მოუგონებელ არს და გამოუთქმელენითა კაცობრივითა და უაღრეს ყოვლისა ცნობისა. ხოლო რომელი გითქვა უფალმან ვითარმეთ, რომელმან დაუტევოს მამაი და დედაი, ცოლი და შვილნი, არა თუ ამას ბრძანებს, რაითა ესრეთ მარტივად ყოველნივე ქორწინებანი დაიხსნან და ყოველნი მეუღლენი განეშორნენ ურთიერთას. არამედ ვითარცა იგი სულისათვის იტყო და რაი, ვითარმეთ, რომელმან წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის მან პოოს იგი სამი არა თუ ესრეთ ბრძანა, რაითა მოვიკვირდეთ თავთათვის და არამედ ესე გვამცნო, რაითა მოიწიოს რაი ჟამი ესე ვითარი, რომელ ცხოვრებაი ესე საწუთროი მიზეს განრისხებისა ღმრთისა და მისგან უცხო ყოფისა. გვექნებოდის მაშინ სახელისათვის ღმრთისა არახვრიდოთ თავთათვისთა მიცემად სიკვდილ, ეგრეთვე მამადედათათვის და ცოლისა და შვილთათვის გულისხმად ყავ. უკვე თუ ხედვიდე ვითარმეთ სული შენი წარწყდების და რისხვაი ღმრთისაი, შენზე და მოიწევის ნურ არას პატივს სცემ უფრო ის ღმრთისა. და კვალად სიტყვითა ამით სხვასაცა პირსა მოასწავებს, რამე თუ ჟამთა მათ დევნულებისათა მრავალნი მამანიშვილთა მათთა უშჯულოებად მოიზიდვიდეს, ცოლნი ქმართა, ანუ თუ ქმარნი ცოლთა. გვიბრძანებს უკვე უფალი, ვითარმედ ოდეს ესე ვითარსა რასმე სულისა წარსაწყმედელსა საქმესა ვინ ხედვიდეს, ნუცა შეურაცხია, ნუცა მშობელნი, ნუცა მეუღლე, ანუ შვილნი, ანუ სხვაი რაიმე, არამედ ყოველივე უარყავდა ცხოვრებაი საუკუნოი მოიყიდენ, და ნუცა თუ თავსათვის საჰრიდებს სიკვდილ მიცემად ღმრთის მსახურებისათვის. და ნამდვილე ესე ესრეთ არს, რამე თუ რაი სარგებელი ყოს კაცსა მშობელთაგან ანუ მეუღლისა, ანუ თუ შვილთაგან, უკვე თუ სულითვისი წარიწყმიდოს და ჯოჯოხეთისა მკვიდრად გამოჩნდეს. ამისთვის გულისხმა ყავ კაცადმან და ყოვლით კერძო ცხოვრებაი სულისათვის ისა იძიება ყავ და აღსრულება იმცნებათა ქრისტესთაი შეიკრძალენ, რაითა აქაცა კეთილი ეყოს და ცხოვრებაცა საუკუნოი მოიგოს.
ესრეთ განაძლიერნა რაიუფალმა გონებანი მოციქულთანი და გამოუცხადა, თუ ვითარნი ნიჭნი და მადლნი მიელიან მათსა და ყოველთა, რომელთა სახელისათვის მისისა დაუტევონ სახლი, ძმანი და დანი, მამაი და დედაი, ცოლი და შვილი, მერმე შესწინა და თქვა. წახ არეებაი, ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა და უკუანანი, წინა 19:30. თარგმანი, ესე სიტყვაი სხვათა მრავალთათვის თქუმულარს, რამე თუ თქვა ამათთვისაც ზემოხსენებულთა ვითარმედ, მრავალნი უკუანა ისკნელ მოსრულნი უაღრეს პირველ მოსრულთასა ყოფად არიან. და კვალად თქვა ფარისეველთათვისცა ურწმუნოთა, ვითარცა პირველ თქვა ვითარმედ, მრავალნი მზის აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინახიდგმიდან აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხნენ ბნელსა მას გარესკნელსა. მათე 8:11-12 ეგრეთვე სახედ აქა მოასწავებს და შემოიღებს იგავსა, რაითა დიდი გულსმოდგინებაი და ნუგეშინის ცემაი მოსცეს უკუანა ისკნელ მოსრულთა მათ. ამისთვისცა ესრეთ ითხვისდე. წახ არეებაი, რამე თუ მსგავს არს სასუფეველი ცათაი კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთია დადგინებად მუშაკთა ვენახსათვისსა. და აღუთქვა მათ სასყიდელი თითოეულად ტრახკანი დღესა და წარავლინა იგინი ვენახსათვისსა. და განვიდა მესამესა ჟამსა და პოვნა სხვანი, მდგომარენი უბანსა ზედა უქმად და hrქვა მათ, მივედით თქვენცა ვენახსა მას ჩემსა და რა იგი იყოს სამართალი, მიგცე თქვენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრე. ხოლო მე-11-ესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხვანი მდგომარენი და hrქვა მათ, რა ისა სტეგით თქვენ აქა დღე ყოველ უქმად. ხოლო მათ hrქვეს მას, არავინ დამიდგინა ჩვენ. hrქვა მათ, წარვედით თქვენცა ვენახსა მას ჩემსა. და ვითარცა შემწუხდა hrქვა სახლისა უფალმა ეზოის მოძღვარსათვისსა, მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც სასყიდელი, იწყე უკუანა ისკნელითგან ვიდრე პირველთამდე. მოვიდეს მე-11-ისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოი დრახკანი. მოვიდეს პირველნიცა იგი და ჰგონებდეს ვითარმედ უფრო ისი მიიღონ და მიიღეს მათსა თითოი დრახკანი. და მირა იღეს რტვინვიდეს სახლისა უფლისა მისთვის და იტყოდეს ვითარმედ, უკუანა ისკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს და სწორ ჩვენ დაჰყვა ნიგინი, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმე დღისაი და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და hrქვა, მოყვასო არას გავნებ შენ, ანუ არა დრახკანი ერთი აღგითქუ შენ. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მნებავს უკუანა ისკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ არს ჩემდა, რაიცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თვალი შენი ვიდრე მე ბოროტ არს რამე თუ მესახიერ ვარ. ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი, წინა რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ 20:1-16. თარგმანი, რა ისა მეგულისხმა გვიყოფს იგავი ესე. რამე თუ არა ეწამების პირველისა მის თავისა აღსასრულსა, არამედ წინა მდგომად ჩანს, რამე თუ აქა გამოაჩინებს ვითარმედ ყოველთავეს სწორი სასყიდელი მიიღეს და არა თუ რომელნიმე განცვიეს და რომელნიმე პატივცემული ქმნეს. ხოლო თავად მან დაწყებასაცა ამის იგავისასა და აღსასრულსაცა ესრეთ თქვა, ვითარმედ, იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი, წინა რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ხოლო იგავი არა ამას მოასწავებს, არამედ იტყვის ვითარმედ, უკუანა ისკნელნი იგი შეესწორნენ სასყიდელსა მას პირველთასა. რასადმე უკვე მოასწავებს იგავი ესე.
რამე თუ კეთილარს რაითა პირველად პირი იგავისა იმის გულისხმავხოთ და მერმე ესეცა სიტყვაი განვხმართოთ. ვენახად მცნებათა და ბრძანებათა ღმრთისათა იტყვის, ხოლო ჟამად საქმისა და შრომისა მისისა, ცხოვრებასა ამას, და მუშაკად იტყვის თითოსახეთ წოდებულთა მათ საქმესა მას საღმრთოსა. ხოლო განთიად და მესამესა ჟამსა და მეექვსე და მეცხრესა და მე-11-ესა მათ გამოსახავს, რომელნი თითოფერთა ასაკთა შინა მოვიდეს მუშაკობად სათნოებისა და წარემართნეს. ხოლო ესე საძიებელ არს, თუ ვითარ პირველისა მის ჟამისანი დღე ყოველ დაშურეს და კეთილად სათნოვეყვნეს ღმერთსა და იპოებიან ბოროტითა მithვნებითა შურისა და ხდომისაითა შეპყრობილნი, ვითარცა იტყვის, ვითარმეთ, დრტვინვიდეს სახლისა უფლისა მისთვის და იტყოდეს, ვითარმეთ, უკუანაისკნელთა ამათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს და სწორ ჩვენ დაჰყვა ნიგინი, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმე დღისაი და სიცხე, და უფრო ისად, რომელ არცა ერთი შეემთხვეოდა მათ დაჭიროებაი, არცა ნაკრულევანებაი სასყიდლისა მათისაი და ეგრეცა მწუხარე იყვნენ. კეთილსაზე და სხვათასა რომელეს ეშურისა ბოროტისა საქმე არს, რომლისათვისცა სახლისა უფალი იგი სიტყვას დუგებს მათ და ბოროტებასა შესწამებს და ეტყვის, არა დრახკანი ერთი აღგითქუ შენ. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მნებავს უკუანაისკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ არსა ჩემდა, რაიცა მინდეს, ყოფად ჩემსაზე და არამედ თვალი შენი ვიდრე მე ბოროტ არს რამე თუ მესახიერ ვარ. რაი არს უკვე პირი ამის საქმისაი, ანუ რაი ეგულების გამოჩინებად ამათ სიტყვათაგან. რამე თუ ესე სახე სხვათაცა იგავთა შინა გამოსახა და ძესა მასცა კეთილსა ეგრეთვე მოასწავებს ყოფად. რამე თუ იხილა რაი ვითარ უძღები იგი შვილი კეთილად შეიწყნარა სახიერმან მან მამამან, შეწუხნა იგი ფრიად და ესევე შეემთხვია, ვითარცაც მუშაკთა ამათთვის გვეუწყა. ხოლო ამათ ესე ვითართა იგავთათვის ამას გულისხმავ ყოფთ, ვითარმედ არავინ არს სასუფეველსა ცათასა, რომელიმცა ამის სახისათვის დრტვინვიდა ანუ მწუხარე იყო, რამე თუ კრებული იგი მუნშეკრებულთა იშურისა და ხდომისა და დრტვინვისაგან წმიდა არს. და ვითარმცა ეგებოდა ვნებათ ამათ ყოფად მათ შორის. უკვე თუ სოფელსა ამას წმიდანი ცხოვრებისათვის ცოდვილთა ისა სულთათვისთა დასდებენ, არამცა უფრო ისად მონაღივსნესა სიხარულითა, იხილნეს რაიმცა ცოდვილნი სინანულითა ცხოვრებასა საუკუნესა შესრულნი. რაისათვის უკვე ესრეთ გამოსახავს ამათ ესე ვითართა სიტყვათა უფალი ჩვენი და მეუფე იესუ ქრისტე. იგავი არს თქმული ესე, ხოლო იგავთაი არა ჯერ არს ყოვლისავე სიტყვისა გამოწვლილვაი, არამედ რაითა გულისხმავ ყოფდეთ, თუ რომელსა პირსა გამოაჩინებს იგავი იგი და მასზე და განვემტკიცებოდით და გამოწვლილვასა ყოველთა სიტყვასა თანაწარო ხდებოდით. რაც უკვე გულისხმავხოთ, თუ რაისათვის ესრეთ შეემზადა იგავი ესე, ანუ რასა მოასწავებს. ხნებავს ნუგეშინის ცემად და გულს მოდგინე ყოფად მათა, რომელნი უკუანაისკნელისა სიბერისა ჟამსა მოვიდნენ სინანულად, რაითა არ აღგონებდნენ ყოვლადვე, თუ ნაკრულევან რაიმე არიან. ამისთვისცა გამოვსახავს, ვითარმეთ სხვათა მათ, სიყრმიტგან მუშაკთა სათნოებისათა, შეშურდა, იხილნეს რაი უკუანაისკნელნი იგი შესწორებულად მათ და არა თუ ამას დაამტკიცებს, თუ ჭეშმარიტად შურს მათ და მწუხარე არიან ამის ჯერისათვის. ნუ იყოფინ. არამედ ამას გულისხმა გვიყოფს, ვითარმედ უკუანაისკნელისა მის სიბერისა ჟამსა მოსრულნი სინანულად უკვე თუ წარემართნენ სათნოებასა შინა და სინანულსა, რაღაცა თუ მცირედ ჟამიხოს მოუაწება იგი მათი, ესოდენსა პატივსა ღირს იქმნებიან ვიდრეღა შეჰგავს. თუმცა შეშურდაცა მრავალ ჟამ დამაშურალთა მათ მოუაწებასა შინა, არა თუ მათ შეშურდების არამედ შეჰგავს საქმე იგი საშურველ ყოფად.
ხოლო ესეც აღირს არს გულისხმისყოფად, თუ რად არა ყოველნი ადრითგანვე იმისდნა და არა ყოველთა განთიადთაგანვე მოუწოდა საქმეს ამას ვენახისასა? რაოდენცა მისგან ჯერ იყო წოდებად, ადრითგანვე ყოველთა უწოდა და დაუცადებელად ხმამაღლად უწოდს, ხოლო რომელ არა ყოველთა ერთბამად ისმინეს წოდება იგი, გონება მან წოდებულთა მანქნა, ამისთვის რომელნიმე განთიად მოვიდეს, სხვანი 3 ჟამ, სხვანი 6 ჟამ, სხვანი 9 ჟამ და სხვანი მე-11 ჟამსა მიმწუხრისა მახლობელად. და კვალად ესეც თქვა ვითარმედ გონებისაებრ მსმენელთა ისა და ვითარცა იცოდა კაცადისა, თუ ისმენ, მაშინცა უწოდა ვითარცა პავლე იტყვის, რა ჟამს სათნო იყო ღმერთმა, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა. გალატელთა მიმართ 1:15, ხოლო ოდეს სათნო იყო? ოდეს იცოდა ვითარმედ ისმენს იგი წოდებას ამას, რამე თუ ღმერთსა ენება პირველითგანვე, ხოლო ვინაითგან იცოდა, ვითარმედ არა ისმენს იგი, მიუშვა და მაშინ სათნო იყო წოდებად მისა, რა ჟამს ეგულებოდა მას მორჩილებაი. ეგრეთვე ავაზაკსა მას უწოდა. არა თუ პირველცა არა ძალედვა წოდებად, არამედ იგი არა ისმენდა. ამისთვის მაშინ უწოდა, ოდეს იცოდა ვითარმედ ისმინოს. ეგრეთვე ყოველთა რომელთა მიიღეს ზეგარდამოწოდებაი, კაცადსა ოდეს ეგულებოდა მორჩილებაი, მაშინცა მიიღო წოდებაი, ხოლო სხვათა მათ ერთა, ესე იგი არს, ყოველსა სოფელსა, დაუცადებელად უწოდს და ხმითა მაღლითა იტყვის. მოედით ჩემ და ყოველნი მაშურალნი და ტვირთმწიმენი და მე განგისვენო თქვენ. მათე 11:28 გარნა კაცადინებისაებრთვის ისა ისმენს წოდებას ამას, რომელნიმე ადრე და რომელნიმე გვიანად, სხვანი ყოლადვე არა ისმენენ. არამედ უქმობასა მასშინა კეთილისასა აღასრულებენ ცხოვრებასათვისა და ვენახსა მას საღმრთოსა არ აშევლენ თვისითა უბადრუკებითა და დახსნილებითა. ხოლო უფალი ყოველთა ყოვლადვე უწოდს და შეწყნარებად მზა არს ადრეცა მიმავალთა ვენახსა მისა და გვიანადცა. ხოლო რომელ იგი წერილ არს იგავსა მასშინა, ვითარმედ, რქვეს მე-11 ჟამისათა, არავინ დამიდგინა ჩვენ, ესე ნუ ვისაკვირვებს, რამე თუ ვითარცა ვთქვი იგავთა შინა არა ჯერ არს ყოველთავე სიტყვათა გამოცულილვაი, არამედ პირი ხოლო და ძალი იგავისა იმის გულისხმისყოფად. და კვალად ესეცა გულისხმა ყავ ვითარმედ იგავსა მასცა შინა არა სახლის უფალი იგი იტყვის ამას სიტყვასა, არამედ მუშაკნი. ხოლო მან არა ამხილა, არცა შესწამა, ვითარმედ ადრითგან უწოდა, რაითა არა შეშინდნენ და დაიხსნენ, არამედ სიტკბოებით წარავლინა ვენახათთვისა. რამე თუ ესე ცხად არს ვითარმედ რაოდენ მისგან ჯერ იყო, განთიადითგანვე უწოდა, ვითარცა იგავმა ნამანცა გამოაცხადა, ვითარმედ, განვიდა განთიადო დადგინებად მუშაკთა ვენახსათვისა. ვინაითგან უკვე განვიდა, მიერითგან უწოდა ყოველთა, დაღაცა თუ იგინი არასწორად მივიდეს. ყოვლით კერძოვე უკვე საცნაურ არს ვითარმედ მათა მიმართ თქმულ არს იგავი ესე, რომელნი სიყრმითგან, გინა სიჭაბუკითგან, გინა სიბერესა, გინა თუ უგვიანესაცა შევიდნენ საქმეთ სათნოებათა. პირველთა მათ მიმართ, რაითა არა ზუაობდნენ, არცა აყვედრებდნენ მე-11 ჟამისათა, ხოლო სიბერისა ჟამსა მოსრულთა მათ, რაითა ისწაონ, ვითარმედ ეგების მცირესაცა ჟამსა შინა ყოვლისავე მოგებაი და სრულისა სასყიდლისა მიღებაი. რამე თუ ვინაითგან დატევებისათვის საფასეთა ისა შემოიღო სიტყვაი და უარყოფისათვის ყოველთავეთვისთა და მონაგებთა ისა სახელისა მისისათვის, ხოლო საქმესა ამას ფრიადი უხმდა გულს მოდგინებაი და სულისა ახოვნებაი. ამისთვის განაძლიერებს გონებასა მსმენელთასა და უჩვენებს, ვითარმედ შესაძლებელ არს უკუანაისკნელ მოსრულთაცა მიღებად სასყიდელი სრულისა დღისაი და აჩვენებს, ვითარმედ კაცთმოყვარებისა და სახიერებისა მისისაგან იქნების ესე,
რომელი იგი მიზეზსა ხოლო ეძიებს ჩვენგან და ყოველსავე უხვებით მოგვანიჭებს. და უფრო ისად ესექნებავს გამოჩინებად იგავითა ამით, რაითავცნად წყალობისა და სიტკბოებისა მისისა გამოუთქმელი იგი და მოუგონებელი სიმრავლე. ხოლო რომელი იგი დაურთო და თქვა, ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი, წინა რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ, ნუ გიკვირს სიტყვა ესე, რამე თუ არა თუ მუშაკთა მათთვის იგავსა ამას შინათ ქუმულთა მოასწავებს. არამედ ამას იტყვის, ვითარცა იგი იქმნაო, ეგრეთვე ესე იქმნების. რამე თუ მუშაკთა მათზე და არა იქმნა, თუმცა წინანი უკუანა ქმნულიყვნეს, არამედ ყოველნივე შეისწორნეს და სწორი სასყიდელი მიიღეს მოულოდებელად და მოუგონებელად. ვითარცა უკვე საქმე ესე, რომელსა არა მოელოდეს, არცა იგონებდეს, შეემთხვია მათ და უკუანა ისკნელ მოსრულნი იგი სწორ პირველთა მათ იქმნეს, ეგრეთვე ესეცა უსაკვირველესად ქმნად არს, რომელ უკუანა ისკნელნი უპირატეს პირველთასა იქმნენ და წინანი იგი, უკუანა. საცნაურ არს უკვე, ვითარმედ ესე სიტყვაი არა მუშაკთა მათთვის თქვა, თუ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი, წინა და თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ, არამედ სხვათა ვიეთთვისმე და საქმე იგი მუშაკთა იმათ სახეთ ამაცა შემოიღო. ვითარმედ ესრეთ იქმნას წინათა მათ უკუანა ისკნელობაი და უკუანათა უპირატესობაი, ვითარცა მუშაკთა მათ სწორებაი მოულოდებელად აღესრულაო. ხოლო ვინ არიან წინანი იგი, რომელნი უკუანა იქმნეს და უკუანანი, წინა. ესე გულისხმაყავ ხურიათათვის ურწმუნოებასა შინად ადგრომილთა, რომელნი წინა იყვნენ პირველ და მერმე უკუანათა უკუანა ისკნელეს იქმნეს, ხოლო ერი იგი წარმართთაგანი უკუანა იყო და შეურაცხ. და სარწმუნოებითა ქრისტესითა წინა იქმნეს და პატივი უზეშთა ესი მოიღეს. კვალად გულისხმაყავ სიტყვაი ესე მორწმუნეთაცა შორის, რამე თუ რომელნიმე პირველ ბრწყინვიდეს სათნოებითა და მერმე უდები იქმნეს და უკუღმართ წარვიდეს და სხვანი ცოდვათა შინა განფრთილიყვნეს და მერმე მოიქცეს და სინანულითა უაღრეს მრავალთასა იქმნეს. რამე თუ ესე ვითართა ამათ შეცვალებათა ვხედავთ სარწმუნოებასაცა ზედა და მოქალაქობასაცა. და ნამდვილვე ამას ადგილსა სიტყვაი უფლისაი ორისათვისვე იყო, სარწმუნოებისათვისცა და საქმეთათვის, რამე თუ რომელი გითქვა, ყოველმან რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ ქვეყანაი სახელისა ჩემისათვის, 100 წილი მოიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს, ერთი ორ კერძოვე გულისხმა იყოფების სარწმუნოებად მოსვლისათვისცა და სოფლით განშორებისათვისცა. ეგრეთვე სიტყვაი ესე, თუ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი, წინას სარწმუნოებისაცა ზედა გულისხმა იყოფების და მოქალაქობასაცა, რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. არა თუ სახიერი იგი რომელთა მე გამოირჩევს და სხვათა უკუნაქცევს. ნუ იყოფინ. არამედ კაცად ისა გონებაი და საქმენი მისნი გინა თუ რჩეულ ყოფენ, გინა თუ ხენეშ. რამე თუ სახიერს ამას უფალსა ჰნებავს ყოველთავე რჩეულ ყოფაი, გარნა თითოეულისა ნებაი ანუ ესრეთ ყოფს, ანუ ეგრეთ. ვინაითგან აიძულებს იგი არავის, არამედ ყოველთა წყალობით უწოდს, რომელმან ისმინოს მისი, იგი რჩეულთა თანა შეირაცხოს, რომელი ურჩექმნას იყოს იგი შეურაცხ და უბადრუგ. სწავლა იდვითარმედ ჯერ არს ჩვენ და ყოველთავე სათნოებათა მოგებაი. ამისთვის გევედრები, მოსწრაფე ვიქმნეთ სარწმუნოებასაცა ზედა მართალს ამტკიცეთ დგომად ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა და მოქალაქობისაცა სათნოისა მოგებად, რამე თუ უკვე თუ მოქალაქობაიცა ღირსი სარწმუნოებისაი არა ვაჩვენოთ, დიდი მომეხადოს ჩვენს ასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამე თუ იტყვის, ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს.
პირველი კორინთელთა მიმართ 10:3-4 და მერმე შესძინა და თქვა ვითარმეთ, არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსაზე და შეადარე პირველი კორინთელთა მიმართ 10:5 და ესენი სახე ჩვენ დაიქმნეს, რაითა არა ვიყვნეთ ჩვენ გულის მთქმელ ბოროტისა. და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამასვე გვიბრძანებს და ამის ჯერისათვის მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყვის, ვითარ იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს. რამე თუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კვალად იგავი იგი ათთა ქალწულთაი და ბადისა მის სათრომელისაი და თესლისა მის ეკალთა შინადარდომილისაი და ხისა მის უნაყოფოისაი, ესე ყოველნი ამისთვის წარმოგვითხრნა, რაითა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამე თუ სარწმუნოებასა არაფრიადი უხმსშრომაი, ამისთვის არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთვის უფალმან, ხოლო საქმეთათვის კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლანი, რამე თუ უმეტესიცა უხმსშრომაი და სამარადისო არს ბრძოლაი, და უკვე თუ მოქალაქობაი კეთილი უდებ-ხოთ, დიდი ბოროტი შემემთხვიოს ჩვენ. და რად ვიტყვი მოქალაქობასა სროლსა? ერთი თუ მცნებაი უგულებელს ვხოთ, დასასჯელ ვიქმნებით. უკვე თუ მოწყალებაი შეურაცხყოფთ, სატანჯველად მივეცემით, რომელიგი არა თუ სრულებაი არს სათნოებათაი, არამედ ერთი მცნებაი არს და ნაწილი ერთი სათნოებათაი. გარნა ხუთნიღა იგი ქალწულნი ამისთვის დაისაჯნეს, რამე თუ არა აქ უნდა მოწყალებაი, ეგრეთვე მდიდარი იგი, ეგრეთვე მარცხენითნი იგი მდგომარენი. კვალად არაძვირის სწრახვაი ნაწილი არს სათნოებისაი უდარესი, გარნა იგიცა უკვე თუ არა წარვმართოთ, განგვაგდებს სასუფეველისაგან, ვირთარცა თქვა უფალმან, რომელმან ხრქვას ძმასათვისა, ცოფ, თანამდებარს გეჰენიასა ცეცხლისასა. მათე 5:22 კვალად სიწმიდე იგიცა ნაწილი არს სათნოებისაი, გარნა უკვე თუ გვაკლდეს იგი ვერ ვიხილავთ უფალსა, ვითარცა იტყვის მოციქული ვითარმეთ, მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამე თუ ამისა თვინიერ ვერ ვინიხილოს უფალი. ებრაელთა მიმართ 12:14 და ეგრეთვე მსგავსად სიმდაბლეცა ნაწილი არს სათნოებათაი ერთი, გარნა უკვე თუ ვინ იგი არა მოიგოს, რაღაცა თუ სხვანი კეთილნი საქმენი აქუნდენ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა და საცნაურ არს ესე ფარისეველისა მისგან, რომელსა სხვანი ქველის საქმენი მოეგნეს, ნაკლუ ლევანებითა სიმდაბლისაითა წარწყმიდა ყოველივე. ხოლო ამისაცა უმეტესი რაიმე მაქვს თქუმად, რამე თუ არა თუ ერთი სათნოებათაგანი დაგვაკლდეს, დაგვაყენებ შესვლად სასუფეველად, არამედ რაღაცა თუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაი და არა ჯეროვნისა მის წესისაებ ვქმნათ, ეგრეთვე შეგვემთხვიოს. ისმინეთ, რასა გვიბრძანებს უფალი, უკვე თუ არა გარდაემატოს სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. მათე 5:20-აც უკვე რაღაცა თუ იქმოდი მოწყალებასა და არა უფრო ის მათსა იქმოდი, ვერ სრულ არს ქველის საქმე შენი. იხილე უკვე, თუ ვითარ იქმოდეს იგინი მოწყალებასა. რამე თუ მნებავს ესე თქუმად, რაითა რომელნი არა იქმან ქველის საქმესა, განივიძონ საქმეთ, ხოლო რომელნი იქმან, არა ზუაობდნენ, არამედ უმეტესად შესძინონ ქველის საქმესა. ვითარ უკვე იქმოდეს ძველსა სჯულსა შინა. ყოვლისა მონაგებისა. ათეულსა მისცემდეს და მერმე კვალად მეორესა ათეულსა და კვალად მესამესა, კნინღა მესამედსა მონაგებისასა მისცემდეს, რამე თუ სამი იგი ათეული ესრეთ ავალს. ამასზე და თანაედვა პირმშოთა ყოველთა მიცემაი და პირველთა ნაყოფთა და სხვის ამრავლისა შესაწირავისაი დღესასწაულთა შინა და თვისთავთა. ხოლო უკვე თუ მესამედი ვინ ანუ ნახევარი მონაგებთა თვისთაი მისცეს გლახაკთა, ვერვე უმეტეს არს სიმართლე მისი ძუელისა მის სჯულისასა.
რომელი არცა თუ მეათეცა მისცემდეს რა ისაღირს არს. ამისთვის გევედრები საყვარელო, ნუ უგულებელს ყოფთ საქმესა სათნოებათასა. უკვე თუ ერთი მათგანი უგულებელს ვხოთ, დასასჯელ ვიქმნებით, ოდეს ყოვლით კერძო უდებ და დახსნილ ვიყვნეთ და დასასჯელ რაიმე იყოს ჩვენ და, ანუ ვით არ განველნეთ სატანჯველთაგან. თქواس ვინმე ვითარმეთ, უკვე თუ ზემოთქმულთა მათ სათნოებათა თითოეულისა მოგებად თანამდებ ვართ და უკვე თუ ერთიცა მათგანი უდებ ვხოთ, სატანჯველად მივეცემით, რაიმე სასოება იყოს ჩვენ და ცხოვრებისაი. ამას უკვე მეცა ვიტყვი და მოციქულთაცა ოდესმე ხრქვეს უფალსა, ვის ხელეწიფებისო ცხოვრებად. მიუგო უფალმა და ხრქვა მათ, შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ, მათე 19, 25, 26 და გვიჩვენა გზაი ცხოვრებისაი, რაითა ვცნათ ვითარმეთ ჯერ არს ჩვენ დალმობიერითა ცრემლითა ვედრებად ღმრთისა. რაითა მოგუცეს მის მიერი შეწევნაი და მადლითა მით მისითა უსასყიდლოითა გვაცხოვნეს ჩვენ. რამე თუ არა თუ მცნებანი მისნი შეუძლებელ არიან აღსრულებად. ნუ იყოფინ. არაი ყოლადვე გვამცნო ჩვენ შეუძლებელი, არამედ ბოროტნი იგივნებანი და ჩვეულებანი ჩვენი აგვიჩენენ მათ შეუძლებელად. ამისთვის თქვა, შეუძლებელი კაცთაგან. რომელთა კაცთაგან? რომელთა გონებანი კაცობრივ არიან და ხორციელ მათთვის ძნელ არს ცხოვრება იგი საღმრთოი, არათუ შეურდნენ ღმერთსალ მობიერად და მან სიზრქე იგი და სიფიცხე გულთა მათთა მოაქციოს შიშსათვისსა. ხოლო თვისა ბუნებასა და წესსა ზედაფრიად ტკბილ არიან და საწადელ მცნებანი ღმრთისანი. ამისთვისცა ისმინე წინა ის წარმეტყუელისაი, რომლისა საცნობელნი სულისანი წმიდა იყვნენ, რასა იგი იტყვის, რამე თუ ტკბილ არიანო სასასა ჩემსა სიტყვანი შენი, უფრო ის თაფლისა პირსა ჩემსა. ფსალმუნია 18:3, შეადარე ფსალმუნი 18:11, ეზეკიელის 3:3, ეგრეთვე უკვე თუ ჩვენცა განვიწმიდნეთ საცნობელნი სულთა ჩვენთანი და ვითხოვთ მხურვალეთ ღმრთისა მიერი შეწევნაი, ვიწყოთ ყოვლისავე მცნებისა საქმე, რაოდენ ძალგვედვას და იხილოს რაი უფალმან გულს მოდგინებაი ჩვენი, მოგუცეს ძალი უმეტესისაცა წარმართებად, ვიდრემდე მივიწინეთ მადლითა მისითა საზომსა მასრულებისასა და ვიქმნეთ თანამოდასე მოშიშთა მისთა. რაი სიძნელე აქუს მოწყალებასა? ჭეშმარიტად არცა ერთი. აც უკვე ადვილი ესე მცნება იმოსწრაფებით აღვასრულოთ და მერმე უძნელესთაც აღსრულებად ფრიადი ძალი მოგუცეს უფალმა. ვიცხოთ თავთა ჩვენთა ზეთი იგი წყალობისაი, რაითა წყურლებანი სულთა ჩვენთანი განიკურნენ და ნათელი ღმრთისაი მოგვეფინოს. ნუ იტყვი, თუ მას ვისმე ესოდენი შანთი აქუს ოქროისაი და არას მისცემს. რაი არს ესე შენ და კაცო? უკვე თუ შენ სიგლა ხაკისაგან შენისა ხო მოწყალებაი, უფრო ისხა საკვირველი ქმნე. რასა ხედავ სხვათა კაცთა? მიხედე უფალსა, მეუფესა მას და მოძღვარსა ყოველთასა, რომელსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა, მას მიხედევდი, მას ხბაძევდი. რასა სხვათა კაცთა ხედავ და განიკითხავ და უმეტესსა სასჯელსა შთაღვარდები. ნუ განიკითხავ სხვათა, ნუცა დახსნილობასა სხვათასა ხბაძავ, არამედ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა ხბაძევდი. არა თუ მე კეთილი მიყოფიეს შენ და კაცო, არა თუ მე ვარ მხსნელი შენი, რაითამცა მე მხედევდი სხვაი არს მხსნელი და ქველის მოქმედი შენი, რაისათვის დაუტევ მეუფესა და მონათა ხედავ. არა გასმიესა, რასა იგი იტყვის. ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა. მათე 11:29 და კვალად იტყვის, რომელსა ჰნებავს თქვენ შორის პირველ ყოფა იყოს ყოველთა მონა,
რამე თუ ძე კაცისაი არ მოვიდა, ვით არ მცა იმსახურავისგან, არამედ მსახურებად და მიცემად სულისათვის ისა სახსრად მრავალთა. მათეო 20:27-28 და კვალად თქვა, რამე თუ სახე მიგეც თქვენ, რაითა ვითარცა იგი მეგიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენც აჰყოფდით. იოანე 13:15 აც უკვე საყუარელო რაღაცა თუ არ ამცავის ვპოებდი კაცთა შორის სახეთ კეთილისა და უფალსამცა ხოლო ხბა ძევდი, უმეტესად მცა საკვირველი ქმენ, ვითარცა იგინი განბრწყინდეს, რომელნი უწინარეს ქრისტეს მოსვლისა იპოვნეს მოქმედ სათნოებისა. თვინიერ სხვათა მიერ მოძღვრებისა და სახისა ვით არ იყო ნოე, აბრაჰამ, მელქიზედეკ, იობ და მსგავსნი მათნი. ხოლოაც ჩვენ მრავალნი გუქონან სახენი სათნოებისანი, პირველად უფალი და მეუფე ჩვენი იესო ქრისტე და მერმე აურაცხელი იგი სიმრავლე წმიდათაი, რომელთა საქმენი მზისა უბრწყინვალესად ბრწყინვენ. მათა მიმართ ჯერ არს მარადის ხედვაი და მათი ბაძვაი და არა მათი, რომელთა დღეს ხბაძავთ და პირსა შინა გქონან. რამე თუ მესმის ვითარმე და არ არაი არ სხვაი თქვენ შორის სიტყვაი გარნა ესე, მან ვინმე მოიგო ესოდენი სოფელი, მან ვინმე მოხმართა ესოდენი აგარაკი, მან ვინმე დაიუნჯა ესოდენი ოქროი, მან ვინმე აღაშენა ესე ვითარნი ტაძარნი, და სხვაი მსგავსი ამათი ცუდი რაიმე და ამაოი მოსაგებელი. რასა იქმ კაცო? უკვე თუ სხვათა ხედვაი და განცდა იგნებავს, იგინი განიცადენ, რომელნი ღმერთსა სათნო ეყვნეს, რომელნი მცნებათა მისთა აღასრულებენ, რასა შეცდომილთა მათ და უპატიოთა ხედავ და კვალსა წარწმედისა მათისა სასურველ ხარ შედგომათ, რაითა ისწაო მათგან ყოველივე ბოროტი. ბაძევდი მოყვარეთა და მოშიშთა ღმრთისათა, რაითა ისწაო მათგან სიმდაბლე, მოსწრაფებაი, მობიერებაი, მოწყალებაი და სხვაი ყოველივე კეთილი. იხილე რა იგი შეემთხვია ფარისეველსა მას, რა ჟამს სათნონი დაუტევნა და დაცემულსა მას მიხედნა. იხილე და შეშინდი. ხოლო დავითმა მათა მათთვის და განიცდიდა, სათნოებათა შინა განბრწყინებულთა და იტყოდა, სხემ ვარ მე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩემნი. ფსალმუნი 38:13 ესრეთ იქმოდა იგიცა და ყოველნი მსგავსნი მისნი, არა ცოდვილთა ხედვიდეს, არამედ მართალთა ხბაძვიდეს. ეგრეთვე შენ იქმოდეს საყუარელო, რამე თუ არა თუმცა ჯულად და განმკითხველად სხვათა დაჯდომილ ხარ გამოძიებად ცოდვათა მათთა, არამედ თავისათვის ისა განკითხვად განწესებულ ხარ. უკვე თუმცა თავთათვის და განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენითო, პირველი კორინთელთა მიმართ 11:31 იტყვის წმიდა იმოციქული. ხოლოაც ჩვენ წესი ესე შეგვიცვალებიეს და თავთათვის და არცა დიდთა, არცა მცირეთა ცდომათათვის მოუხდით ბრალსა და სხვათასა დიდითა გამოწვლილი და გამოვეციებთ. გარნააც დაუტევთ უწესოი ესე წესი და ცოდვათა ჩვენთა სამსჯავროი განვაწესოთ ჩვენ შორის და თვით ვიქმნეთ მსაჯულ და შემასმენელ და მტანჯოლ თავთათვის და, რაითა მუნ არა დავისაჯნეთ, არცა ვიტანჯნეთ. ხოლო სხვათასა ნუცდომათა გამოვეძიებთ, არამედ სიმართლეთა, რაითა ხსენებითათვის და ცოდვათაითა და ბაძვითა სხვათა სათნოებისაითა დღითი დღევაბრალებდეთ თავთათვისთა და წარვემატებოდით სიმდაბლესა შინა, რაითა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურჩვენის დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.